გადაცემის ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ საკითხზე ვისაუბრებთ. ბოლო დღეებში საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ცვლილებები, რომლებიც ეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას. კერძოდ კი 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები, რომლებიც ეხება იმ ქვეყნების სიას, რომელთა ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა გარკვეული ვადითა და პირობებით. აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ თემაზე სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია. თითქოს წესების შემსუბუქდა, სინამდვილეში კი ცვლილებები მიმართულია უვიზო რეჟიმის გამკაცრებისაკენ და უკავშირდება უკანონო მიგრაციის პრევენციას, ანუ შეზღუდვას. უფრო ცლად ამ თემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრე დარახველიძესთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით. ხარია, რომ ჩვენთან ხარ და პირველივე კითხვას ასეც დაგისვამთ, რომ ზოგადად ვისაუბროთ, აი ზოგადი მიმოხილვით 17 აპრილის მიღებული გადაწყვეტილება რა კონკრეტულად რა წესებს ცვლის. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს მაყურებელს აუხსნათ ზუსტად რა ცვლილებები განხორციელდა. სამწუხაროდ მიეცა ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს რაღაც გამარტივდა, უფრო მეტად შეეძლება ქვეყანაში შემოსვლა, ამ დროს ეს ცვლილება პირიქით არის. ეს შეიძლება ერთი უბრალო მოქალაქისთვის გასაგებად ცოტა რთული იყოს, თუმცა იურისტებს, ვისაც კარგი გამოცდილება აქვთ აქტების წაკითხვის წესით, მათ ეს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. ეხლა რა ხდება და რაშია სიტუაცია, მინდა რომ მოსახლეობასაც აუხსნათ. ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები არის ძალიან გაზრდილი. მაგალითად 2023 წელს 116 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ სხვადასხვა ადგილზე გადაადგილებულიყო, ანუ დატოვა თავის საცხოვრებელი ადგილი და ეძებს თავშესაფარს. შესაბამისად, ეს ნაკადები სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოძრაობენ და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები და შემოუშვას თავის ქვეყანაში მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც თქვათ მისი ეკონომიკისთვის არის, ასე თქვათ, ხელშეწყობა უსაფრთხოა. და უსაფრთხოა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენც ამ პროცესში აქტიურად ვაანალიზებთ იმ მიგრაციულ ტენდენციებს, რაც სოფლიოში არსებობს და დადგა საჭიროება ესეთი. ეხლა რა ხდება? ანუ თქვენ გვიხსნით ახლა ცვლილება რატომ განვახორციელეთ? დიახ, სწორედ ამის ახსნა მინდა. 2015 წლიდან მე თან წამოვიდა ესეთ დადგენილება. ხო, ეგეც მნიშვნელოვანი. ეს ხდება 2015 წელს უკვე ეს დადგენილება არსებობს. მიღებულია და განისაზღვრა დაახლოებით 50 ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, დანიის სამეფო და ასე შემდეგ, დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნების მიერ გაცემული თუ არის ვიზა ან ბინადრობის უფლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში შემოვიდეს უვიზოდ და დარჩეს 90 დღე ქვეყანაში ნებისმიერ 180 პირობითად. ბატონ ალექსანდრე, მე ვარ ეგვიპტელი და მაქვს ამერიკის ვიზა. შემიძლია შემოვიდე. თუ ხართ თქვენ ეგვიპტელი და გაქვთ ამერიკის ვიზა, საქართველოში უვიზოდ შეგიძლიათ შემოვხვიდე და დარჩეთ 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ახლა რატო დადგა ეს საჭიროება? იგივე ეგვიპტელზე რა გამგასვლა? დიახ. არსებობდა დაახლოებით 5 ქვეყანა, ნუ ამას ეძახიან სპარსეთის ყურის ქვეყნებს, გალფის ყურის ქვეყნებს, ეს არის არაბთა გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, ყატარი, ომანი და საუდის არაბეთის სამეფო. პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ადვილად გასცემენ ბინადრობის მოწყობებს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, აძლევენ საშუალებას, რომ საქართველოში შემოვიდეს. და რაც მთავარია, ამ ვიზებით შემოსული მოქალაქეების მეოთხედი თითქმის საქართველოში შემოსვლისთანავე ითხოვდა თავშესაფარს. პირობითად რო ავხსნათ, მაგალითად, ბაჰრეინის სამეფოს მიერ გაცემული ვიზით შემოსული ბანგლადეშის მოქალაქე მეორე დღესვე მიდის მიგრაციის დეპარტამენტში და ითხოვს თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ იწყება ხანგრძლივი პროცედურები, რომელიც მინიმუმ 2 წელი მაინც გრძელდება და ეს ადამიანი საქართველოში რჩება ლეგალურად მინიმუმ 2 წელი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ყოველთვიური შემწეობით, ანალოგიური ჯანდაცვის სისტემით, რაც ჩვენ მოქალაქეები სარგებლობენ, განათლების უფლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად დადგა საკითხი, როდესაც სახელმწიფო უწყებებს ჰქონდა საუბარი, რომ რამე შეზღუდვა დავაწესოთ კონკრეტული ქვეყანთან მიმართებაში, ვინაიდან ამ ქვეყნების ვიზით შემოდიან ისეთი ქვეყნები და მაგალითად ავიღოთ ავღანეთი, ხო, ავღანეთის მოქალაქეები, რომელთა გაძევება ავღანეთში არის შეუძლებელი. თუნდაც დავასრულოთ ეს პროცედურები, ეს 2 წლიანი ხანგრძლივი პროცედურა დავასრულოთ, მაგრამ ვერ ვაძევთ ავღანეთში, იმიტომ რომ იქ ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება მას წავებას დაექვემდებაროს არ ადამიანურ მომპყრობას და ასე შემდეგ. ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნა მოფიქრებული და ჩაიდო მოთხოვნა, რომ ასეთი ქვეყნები და ჩამონათვალი გაკეთა დაახლოებით სულ არის 17 ქვეყანა
და ჩამონათვალსაც ნახავთ, რომ აი სულ ისეთი ქვეყნებია, სადაც თქვათ შეიძლება იყოს რისკი იმის, რომ ადამიანი წამებას დაექვემდებაროს, ან ადამიანის მოპყრობას დაექვემდებაროს, შესაბამისად ამ ქვეყნებისთვის გაკეთდა შეზღუდვა, რომ თუ მაგალითად პირობითად ბაჰრეინის სამეფოს ვიზით შემოდის ავღანეთის მოქალაქე, ვიზაზე ან ბინადრობაზე უნდა კონდეს 1 წელი და მეტი ვადა დარჩენილი. იმისათვის, რომ ჩვენ რო დავიწყებთ გაძევების პროცედურას, მინიმუმ უკან მაინც დავამბრუნოთ ბაჰრეინში და არა თქვათ მოგვიწიოს ავღანეთში გაძევა. ბატონ ალექსანდრე, მე თუ მაგ ბაჰრეინის 10 დღიანი ვიზა, როგორც აქამდე იყო და ვარ ავღანეთის მოქალაქე, უკვე ასე ადვილად ვეღარ შემოვა. ანუ გამკაცრება შეეხო ნებართვების გამცემ ქვეყნებს, ქვეყნებსაც და ასევე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებსაც. 5 ამ 50 ქვეყნიან ჩამონათვალში, რომ სადაც ვიზების, ასე თქვათ, იმ ქვეყნების ჩამონათვალ, რომელთა ვიზები ჩვენთვის ვალიდური იყო, გამოირჩა 5 ქვეყანა და ამ 5 ქვეყნის ვიზით თუ შემოდის 17 სხვადასხვა, ასე თქვათ, რთული ქვეყანა ავიღოთ, ასე დავარქვათ, 17 რთული ქვეყნის მოქალაქე, მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესეთ და ვთხოვთ 1 წლიანს და მეტ ვიზას ან ბინადრობას იმისთვის, რომ გამარტივდეს მისი ქვეყნიდან გაძევება, თუ კი იგი დაარღვევს. კიდე უფრო კარგად რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა. თქვენ ამბობთ, რომ გავამკაცრეთ. რა ხდებოდა მანამდე? ანუ სანამ ამ წესი ამოქმედება, მანამდე როგორ იქცეოდა? აი, მანამდე როგორ იქცეოდა და ჩვენ ეს ხალხი ხო მოდის გასაუბრებაზე, თავშესაფარს წაითხოვს მიგრაციის დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. მაგალითად, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ საერთოდ არ ვიცოდით საქართველოს სად იყო, მაგრამ კონკრეტულ ქვეყანაში გვითხრეს, რომ იცით რა უნდა დატოვოთ ჩვენი ქვეყანა, აღარ გვინდა რომ თქვენ აქ იყოთ, ამიტომ მოგცემთ ახლა 10 დღიან ვიზას, წაბზადეთ საქართველოში, იქ მარტივი არის, ასე ვთქვათ, უვიზოთ შესვლა, იქ მარტივია თავშესაფრის სისტემა და მარტივად შეძლებთ დარჩეთ ქვეყანაში. და მოდიოდნენ საკმაოდ, ასე ვთქვათ, არა ტურისტები, ასე ვთქვათ, არამედ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მიზანი იყო, რომ ქვეყანაში დარჩენ და საზოგადოება ხედავს და მუდმივად არის წუხილი იმაზე, რომ სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე ჩვენი მოქალაქეები ჩაანაცვლა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა და მათი მხრიდან ასე ვთქვათ, დაკარგეს ჩვენმა მოქალაქეებმა სამუშაო ადგილები. ჩვენი საერთო მიდგომაა და ასე ვთქვათ, ხელისუფლების მიდგომაც არის, რომ გამკაცრდეს სავიზო მიდგომები და სავიზო პოლიტიკა, გარდა ამისა, მიგრაციული ნაკადების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ან ყოველთვის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ თვითონ როგორმე მოიშოროს ეს ასე ვთქვათ, მიგრაციული ნაკადები და გადაამისამართოს სხვა ქვეყანაში და ამაში უამრავი, ასე ვთქვათ, მექანიზმებია გაწერილი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ფინანსურ წახალისებასაც აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნები, რომ ასე ვთქვათ, ეს მიგრაციული ნაკადები ქვეყნება, ასე ვთქვათ, თავიდან მოიშოროს. თქვენი ამ გადაწყვეტილების შესახებ ამ ქვეყნებს უკვე ეცნობათ თუ არა და რეაქცია? აქ არის ამოქმედების ვადა არის 16 მაისს და შედის ძალაში. ჩვენ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად ისინი თავისი ხაზით გაშლენ ინფორმაციას, კი ახ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, იმიტომ რომ ეს როგორც კი შევა ძალაში, უკვე ავიაკომპანიების გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ მგზავრებზე, იმისათვის რომ მათ არ მოუწიოთ ჩამოყვანილი მგზავრის უკან დაბრუნება. როდესაც პირველი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რა თქმა უნდა, ახლა განმარტებას ემსახურება ჩვენი თქვენი სტუდიაში მოწვევაც, რომ იმიტომ ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა, ბევრმა ვერ გაიგო და ასე შემდეგ და იყო ძალიან აიზილა, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ. მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება იყო გარკვეული შიშები, გარკვეული ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც რაღაც სხვა ქვეყნებმა უარი უთხრეს და ამიტომ ახლა საქართველოს უნდა მიიღოს ეს. მაგალითად მოდით აი ეს ნაწილსაც რომ ვუპასუხოთ ინფორმაცია რომ მივიღოთ. შემოვიდა რომელიღაცა ქვეყნის იმ პრინციპით, რა პრინციპით უკვე თქვენ ცვლილებების შემდეგ ხდება, მაგრამ როგორ ხდება კონტროლი ასეთი ადამიანების. თუ არის რაიმე სპეციალური კონტროლი დაწესებული ასეთი ადამიანების, რომელიც შემოვიდა ქვეყანაში და რჩება თუნდაც რამდენიმე დღით ან თვით. ერთი თავიდანვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ თითქოს ისე გავრცელდა, რომ ამ 17 ქვეყნის ჩამონათვალიერებას გაკეთდა, ამ ადვილად შემოვა. უვიზოთ შემოსვლის უფლება. ეს არის სრული მტკნარის სიცრუე, აი მინდა დავარწმუნო საზოგადოება და აუგზავრო. ასეთი რამეს ადგილი არ ქონია. ანუ არის კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, ვისთანაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა, თუმცა იქ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, დამატებითი ფაქტორები შესწავლილი და აქედან გამომდინარე. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ აქვს ქვეყანაში უვიზოთ შემოსვლის უფლება. ერთადერთ შემთხვევაში, რა შემთხვევაში შეუძლია რომ შემოვიდეს ქვეყანაში, ეს არის რომ სხვა ქვეყნის, აი 5 კი ბატონო, რა ჩამოთვალეთ, თუ აიღებს მათ ბინადრობას ან ვიზას,
ამ შემთხვევაში შეიძლება რაც უფრო გართულდა პირიქით. უფრო გართულდა, ვთხოვთ უფრო ხანგრძლივი მოქმედებისას იყო. სულ პირიქით ხდება ვიდრე ხალხმა. ბატონო ალექსანდრე, ბატონო და ეხლა რა შეიძლება ბატონო გოდეზე შეკითხვას რა ხდება ამ შემთხვევაში მოგვადგა საზღვარზე, ხო? აქ არის სპეციალური პროცედურები, რომელსაც გადის ყველა მგზავრი და არის რა თქმა უნდა გარკვეული კატეგორიის ქვეყნები, რომელსაც უფრო ჩაღრმავებული კვლევა ჭირდება სანამ მესაზღვრე კონტროლერი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში შემოუშვას, არის ეს რომ უნდა კონდეს მოქმედი დოკუმენტი უნდა იყოს ნამდვილი, მოქმედების ვადა უნდა იყოს დარჩენილი 6 თვეზე და მეტი, გარდა ამისა უნდა კონდეს კონკრეტული თანხა თან რო ვთქვათ ქვეყანაში დარჩეს, ასევე დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა და კონკრეტული მიზნობრება უნდა დაასაბუთოს, სად მიდის, რატო რჩება და ასე შემდეგ. და ამატებით რა თქმა უნდა უსაფრთხოების რისკებიც შეისწავლება. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც შეიძლება ეს დოკუმენტაცია კონდეს წესრიგში, ან არ კონდეს წესრიგში და უკან გაბრუნდნენ. მე ჩემი თვალით მენახია, თვითონ იღებს პირადი რწმენით. აი თუ არ მოეწონა, შეუძლია უთხრას რომ არა. აქვს უფლება მესაზღვრე კონტროლიორს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა დღის განმავლობაში რამდენი 1000 ადამიანი მოძრაობს საზღვარზე, შესაბამისად თითოეული ადამიანს აქვს კონკრეტული ინსტრუქცია გაწერილი, რომლის მიხედვითაც მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებას დაუშვას ქვეყანაში კონკრეტული პირი თუ არ დაუშვას. თუ უარს ეტყვის ქვეყანაში შემოსვლაზე, ის ადამიანი ბრუნდება უკან, საიდანაც ჩამოვიდა. ასე რომ ეს ნაწილი ცალკე მუშაობს და კონტროლის ქვეშ არის, მეორე ნაწილი რაც გითხარით, რომ უვიზო არ შემოღებულა და არც იგეგმება და გამორიცხულია რომ ამ ქვეყნებთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლა იქნეს შემოღებული პირიქით ამ 17 ქვეყანაზე, ვინაიდან მაღალი რისკები იყო ქვეყანაში დარჩენის და ასე ვთქვათ მათი გაძევებისთვის ხელშემშლელი პირობები არსებობდა, დამატებით გამკაცრდა მოთხოვნები და უფრო ვთქვათ ნაკლებად შემოვა ეს ხალხი, ვიდრე აქამდე შემოდიოდა. ბატონო ალექსანდრე, მინდა მოვასწრო, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოამზადა, თქვენ ახსენეთ ეს მიგრაციული პროცესები და მოამზადა კანონი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო დაცვის შესახებ. რას ნიშნავს ეს და აგვიხსენით? ეს არის ძალიან დიდი პაკეტი, დაახლოებით 3 წლის მანძილზე ვშავობდით შინაგან საქმეთა სამინისტროში 200 გვერდიარი ცვლილება წარმოიდგინეთ რამხელა ცვლილებაზე მოგვიწია მუშაობა. ეხლა ჩვენ რა ვქენით, ავიღეთ სხვადასხვა ქვეყნების კარგი გამოცდილება, გამკაცრების კუთხით გულისხმობთ მიგრაციული, ესე ვთქვათ, ნაკადების მართვის მიმართულებით და შესაბამისად, სადაც არსებობდა გარკვეული ხარვეზები საკანონმდებლო კუთხით, რომელიც წელან გითხარით, 2 წელი გრძელდება ეს თავშესაფრის პროცედურა, ხო ძალიან ხანგრძლივი არის. ამიტომ მაქსიმალურად ეს ვადები რომ შევამციროთ. ასევე ადამიანები, ვინც საქართველოში დანაშაულს ჩაიდნენ უცხოელებს გულისხმობან, ადმინისტრაციულ გადასტრომას ჩაიდნენ, რომ გამარტივდეს მათი ქვეყნიდან გაძევება. ასევე დაინერგოს ისეთი მექანიზმები, რომელიც ამ პროცესს დროში მაქსიმალურად შეამცირებს, მაგალითად 90% და მეტი არის დაუსაბუთებელი მოთხოვნები და ხელოვნურად ითხოვენ თავშესაფარს, იმიტომ რომ ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩნენ. და ანუ სამართლებრივი პროცედურების, ასე ვთქვათ, წყალებში გაწელვით, ცდილობენ რომ ქვეყანაში ლეგალურად დარჩნენ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩავკეტოთ ეს შეძლებლობები და მარტივად მოხდეს საკითხების განხილვა და რა თქმა უნდა ვისაც ეკუთვნის თავშესაფარის დარჩენა ქვეყანაში, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა და ის დიდი მასა, რომელიც ამ მექანიზმს ბოროტად იყენებს და რჩება ქვეყანაში, სწრაფად რომ მოხდეს ქვეყნიდან გაძევება. იმიტომ რომ ევროპა ცulis უკვე მიდგომებს მიგრაციულ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან ამკაცრებენ. საქართველოს შესაბამისად ძალიან დიდი რისკია, რომ ის მასშტაბები, რაც ევროპაში არის, რაღაც ნაწილმა გადამოინაცვლოს საქართველოს. ტრამპმა ისაუბრა ამაზე სხვათა შორის მიგრაციის გამწვავებასთან დაკავშირებით და ამერიკაში მცხოვრებ მიგრანტებთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებები იქნება. ჩვენი ძალიან განსხვავდებოდა იგივე ევროპული ქვეყნების ეს მიგრაციის ელემენტარულად ერთი ადამიანის გაძევება თავისი ასე ვთქვათ ყველა პროცედურით რო გაგვევლო, აი სულ ყველა ვადა რო დაიცვა, მინიმუმ წელიწად ნახევარი ჭირდება. აი წარმოიდგინეთ რომ ერთი ადამიანი თავშესაფარზე რომ განაცხადს გააკეთებს, იქიდან ყველა პროცედურას თუ გაივლის და გაასაჩივრებს, აი ყველაზე სწრაფ შემთხვევაში წელიწად ნახევარი ჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ წელიწად ნახევარი რამხელა დრო არის და ამ დროს სახელმწიფო ვართ ვალდებული რომ ეს ადამიანი შევინახოთ, მას აი ეს კონკრეტული მაგალითი რო გითხრათ, ეს ერთი წელი რამ დრომდე დავიდა. ეხლა კონკრეტულად ცირდება, მაქსიმალურად ცირდება და მაგაზე ეხლა ცალკე კონკრეტულ ვადას გამიჭირდება გითხრათ, თუმცა მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ავწდებით იმ საერთაშორისო ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების. დიახ, მაგრამ მაქსიმალურად შემჭიდროება იქ შემოვიდა, თქვა დაჩქარებული განხილვის სისტემა, რომ თქვა როცა შემოვა ერთ თვეში თუ არ მოითხოვა თავშესაფარი, ამ შემთხვევაში დაჩქარებული წესით ვიხილავთ და შეიძლება საერთოდ ერთ კვირაში დასრულდეს პროცესი. გარდა ამისა, გაძევების ვადებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
ასევე არიბარებდნენ გადაწყვეტილებებს, როცა მიიღებდა სასამართლო ან მიგრაციის დეპარტამენტი, მისამართს არ აფიქსირებს და არიბარებდა და ეს დროში იწელებოდა, ხო? შემოვიღეთ ონლაინ სისტემა, ანუ როდესაც ქვეყანაში შემოდის აბსოლუტურად მზად არის და აქვს ცოდნა როგორ გაწელოს დრო. კარგი ადვოკატის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ბატონ ალექსანდრე, ეს ალბათ იმასაც გამოიწვევს, რაც თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ იქ ზოგიერთ ქვეყანაში ეუბნებოდნენ, რომ იქ ადვილია და წადი. ეხლა ეს უკვე პრევენციაც იქნება ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. პირდაპირ ამის სამართლებდა საქართველოსკენ, აი თვითონ ეს ხალხი საუბრობდა, გასაუბრებდა, რატო ჩამოხვედი საქართველოს, საიდან, რატო გაგჭირდა. მე სულ არ მინდოდა მუშაობდი პირობითად, რა ვიცი, გადავეკიდე ბაჰრეინს, მაგრამ ბაჰრეინში მუშაობდი და მითხრეს, რომ იცი, აქ ვეღარ დარჩები. იქ ვერ დაუბრუნდები ეუბნება. კი ბატონო, მოგცემთ საქართველოს ვიზას და სტაბძანდით საქართველოში, იქ თავშესაფარი მოითხოვეთ და დარჩებით, იქნებით უზრუნველი. აი ესეთი, ასე ვთქვათ, გადამისამართებები იყო. ხა პირობითად მოიყვანე ხა ეს უკვე სულად არ გაიგოს ჩვენმა ბაჰრეინმა. გასაგებია, მაგრამ უკვე ხმა იქ მივა და მივა დიპლომატიური არხებითაც რომ გამკაცდა. ეს როდიდან იწყება განხილვები საცვლელება მიგრაციის? ეხლა უკვე მომდევნო კვირიდან პარლამენტში ვიწყებთ განხილვებს და ივნისის ბოლოს უკვე დავასრულებთ, ანუ MSS-ი როცა დასრულდება, გვექნება სულად ახალი კანონი, რომელიც ყველა გამოწვევას უპასუხებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით დაგროვდა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოსახლეობამ დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მაქსიმალური ზრუნვაა, რომ საქართველოში მიგრაციული ნაკადები იყოს მაქსიმალურად მართული, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გამკაცრდეს ბრძოლის ხერხები და საშუალებები და არ მიეცეს იმ ადამიანებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება და დარჩენის უფლება, ვინც იღებს ამ მექანიზმს ბოროტად. ასე რომ პირიქით დავამშვიდებ საზოგადოებას და ვეტყვი, რომ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული. დიდი მადლობა ამისათვის. ძალიან საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისათვის.